წნევებთან დაკავშირებით რა იწვევს წნევას? რატომ აქ ადამიანს წნევა? ხო, წნევის მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, საიდან იწყება. როდესაც სიზარღვები კარგავენ თავის ელასტიურობას. ხო, ამ შემთხვევაში წნევა იწყებს. აწევას არის სხვა ფაქტორები, სხვა არის თირკმლის პათოლოგიები, არის ქვეყანა რაღაცა, მაგრამ ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ზოგიერთი ნუტრიენტის და მიკროელემენტის დეფიციტი. განსაკუთრებით ეს არის კალიუმი და მაგნიუმი. კალიუმი სიზარღვებს უბრუნებს ელასტიურობას, ისინი ხდებიან ელასტიურები, არა მარტო სიზარღვებს, შუაშურის მსხვილ ნაწლავსაც. ამიტომ კალიუმი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და მაგნიუმიც. ანუ ეს ახლა კალიუმი და მაგნიუმი როგორ უნდა მივიღოთ? სად იყიდება, სად ვიყიდოთ? არა, კალიუმი და მაგნიუმი შეგიძლიათ აპტიაქში. პანანგინ ფორტე, რომელშიც შედის 312 მილიგრამი კალიუმი და 280 მილიგრამი მაგნიუმი შედის თითო ტაბლეტში. ანუ ერთი არ გვეყოფა. არის დაუშვათ, ხა მე ეს პირველ ფულს არ მიხდიან, ამიტომ არ ვასახელებ, არ ვიფიქროს, რომ რეკლამას უკეთებ, მაგრამ არის პოლონური ფირმა, არ ვიტყვი სახელს, რომელსაც აქვს ბადის სახით, ცალკე კალიუმი, ბადის სახით, ცალკე მაგნიუმი. პრობლემა არ არის. ანუ საიტზე შეუძლიათ გამოიწერონ. ხო, ეს აპტიაქებში იყიდება. ბადის სახითაც ბადის სახით პოლონური ფირმის იყიდება აპტიაქში. კალიუმი როგორც მახსოვს შედის 457 მილიგრამი ერთ კაფსულაში, საკმაოდ დიდი დოზაა. მაგაზე მეტი შედის ავოკადოში კალიუმი. პროდუქტებში უბრალოდ. ანუ ავოკადო რო ჭამოს ყოველ დღე, ავოკადოში საშუალოდ არის 700 მილიგრამი კალიუმი. ეს არის დღიური დოზის 1/7 დაახლოებით. ანუ პირველი მიზეზი არის კალიუმ მაგნიუმის ნაკლებობა, წნევების. ან უნდა იყიდოს პანანგინ ფორტე, ან რეკლამაში რო არ ჩაგვეთვალოს, არ ვასახელებთ, მაგრამ არის აპტიაქებში ასეთი ბადი. კალიუმიც და მაგნიუმიც ცალ-ცალკეა. თითო ტაბლეტი, ან ავოკადო. თითო ცოტა მაგნიუმი ერთი კაფსულა შეიძლება რომ საკმარის მაგნიუმი ჭირდება დღეში თუ დეფიციტი არ გვაქვს სერიოზული 500 მილიგრამის ფარგლებში. აი გააჩნია რამდენი ასეთი. ბადის სახით ასე ვთქვათ მაგნიუმის გლიცინატი. ხო, ყველაზე პოპულარული იმიტომ რომ მაგნიუმის გლიცინატის სახით მაგნიუმს ორგანიზმი 80%-მდე ითვისებს. ოღონდ ამ ბევრს შეიძლება რომ სამცალს ვსვავ. სამცალი ნიშნავს რომ თითო ტაბლეტიდან რაშიც 100 მილიგრამი უწერია, ითვისებთ 80 მილიგრამს. ანუ სამ ტაბლეტს თუ იღებთ, ეს არის 240 მილიგრამი დღიური დოზის ნახევარზე ნაკლები. ხო, ანუ რაღაცაში მაინც დაგვეხმარება. ხო, რაღაცაში დაგვეხმარება, თუ მწვანე ბოსტნეულსაც მიიღებთ. ხო, ანუ ძირითადი მიზეზი არის კალიუმ მაგნიუმის ნაკლებობა. ანუ ამას ახლა ადამიანი განსაზღვრავს, მწვანე ბოსტნეულს დაამატებს, ცოტა ავოკადო შეჭამს, ცოტა პანანგინ ფორტედან მიიღებს და რაღაც უმეტეს შემთხვევაში ეს თლიანად ხსნის პრობლემა. მეორე მიზეზი ამ პერიოდში აუცილებლად უნდა ნელ-ნელა შეამცირონ და მოიხსნათ წნევის მარეგულირებელი მედიკამენტები, რომელიც პირიქით შვება უყურეთ რა თაღლითობაა, როგორც აი რომ ავხსნა კარგად, ბევრი კოსმეტიკური ფირმა ხელის მალამოებში, კრემებში იყენებს გლიცერინს. გლიცერინის აქვს ჰიგროსკოპიული ეფექტი, ანუ უჯრედებიდან იწოვს გამოაქვს წყალი, სითხე და აშრობს ხელს. და წარმოიდგინეთ, გამშრალი ხელისთვის გაძლევენ კრემს, რომელშიც შედის ის ნივთიერება, რომელიც ხელს აშრობს. ლოგიკა რა არის? წუწა დაგისველ და ცოტა ხანში 1 საათი საათნახევარში სითხე გამოიღო, გაგიშრა, კიდე წაისვა. ზუსტად იგივე არის. ანუ ხშირად რო გამოვიყენო. ზუსტად იგივე რაც კოკა-კოლაში და სხვადასხვა ეს არის ხო, გლუტამატის ვარიანტია, უღოთ ასე რა არის, რომ აი შარდმდენია შედის, ანუ წნევის მარეგულირებაში შედის შარდმდენები. შარდის დენა თუ მოიმატებს, შესაბამისად უფრო მეტ ნუტრიენტს დაკარგავს და მაგნიუმს. ეს არის თაღლითობა, ეს არის რა ქვია, მანკიერი წნევა. ჯაჭვური რეაქცია. ამიტომ როცა დაიწყებთ კალიუმ მაგნიუმის მიღებას და შეატყობთ რომ წნევა წამოვიდა რეგულირებისკენ ნელ-ნელა ეს მედიკამენტი უნდა მოიცინო. მეორე ვარიანტი პირველი კალიუმ მაგნიუმის. მეორე მიზეზი რა არის? მიზეზი შეიძლება ბევრად მეტი ხო, თირკმელი იყოს, გული იყოს. ხო, შეიძლება გულიც იყოს კი ბატონო, გულის უკმარისობის დროს არის სიზარღვების სტრუქტურის შეცვლის დროს, ათეროსკლეროზის დროს და მაგრამ ამ დროს უფრო სხვა სიმპტომები ხო? სხვა სიმპტომებია, საერთოდ თუ არ არის გამოწვეული მაგნიუმ კალიუმის დეფიციტი წნევის ხო, როგორ მივხვდეთ? ხო, უყურე, ხანდახან ორგანიზმში როცა არის ჟანგბადის ნაკლებობა, არის ჰიპოქსია, ხო, რომელიმე ორგანიზმი წნევის აწევით ცდილობს რომ იქ მიიტანოს მეტი სისხლი. ყოველთვის წნევის დაწევა არ არის კაი გამოსავალი და ამიტომ მედიკამენტოზური წნევის დაწევა კიდევ უფრო მეტი ხიფათია.
ანუ რაღაცასთვის ცდილობს ორგანიზმი რომ აწია რომ ხოლოცა აწია სიძარები შეავიწრო ამ შევიწროებით სისხლის სადღაცა მეტი მივიდა რომ იმ ორგანოს აკლია ჟანგბადინა ამით ცდილობს რომ დააკომპენსიროს ამ დროს ანუ ეს იგივეა რომ სიცხის დროს რომ ორგანიზმი იბრძვის და ჩვენ დამწევს ვაძლევთ დაახლოებით ლათისი არა მაგრამ აქ უფრო ცუდი მექანიზმია ამიტომ წნევის აწევა ნიშნავს რაღაც ხიფათის ჩვენებას და ამ ხიფათს აუცილებლად ჯობია რომ მიაკლიოს ადამიანს მიზეზი რომ თქვა ამ თამაში არ გამოიპაროს თავარი ხო ნუ ნახე ახლა კალიუმ მაგნიუმის იმას თუ დოზას აწევს და მიხვდება რომ დაურეგულირდა ანუ მიხვდება რომ ამის ბრალი იყო და თუ ამაზე არ მოეხსნა უნდა ეძებოს სხვა ჩემი დაკვირვებით მოკლედ 50%-ზე მე შემთხვევაში 10-დან 7 შემთხვევაში როგორც წესი არის კალიუმ მაგნიუმის დეფიციტი იგივე არითმიები ხო ექსტრასისტოლები და ქვეყანა რაღაცები კალიუმ მაგნიუმის მინიმუმ ნახევარ შემთხვევაში არის კალიუმ მაგნიუმის დეფიციტი და თავაზობენ თქვი აბლაციებს და რაღაცა უბედურებებს. ხო, მე მგონი ჩვენი ვიდეოებით მთელი ზაფხული ესანამ რიგი გვექნება რაღაცა სულს მოითხოვს მოსახლეობა. ყველაზე მთავარი იყო ეს წინა ვიდეოში რო თქვით ჰელიკობაქტერიასთან დაკავშირებით რომ უბრალოდ მედიკამენტები არ გამოიყენოთ. განსაკუთრებით ანტიბიოტიკები.